საღამო 7-ისა დღეს ორშაბათია და აჭარის ტელევიზია წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ ток-შოუ სპორტს, რომელსაც დღეს მე EBS ჭეურდანიძე გავუძღვები. უპირველეს ყოვლისა, მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მოგეხსენება დღეს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს მიცვალებულთა ხსენების დღეს და ჩვენს გადავწყვიტეთ ამ კუთხით საგვიყვანა დღევანდელი გადაცემა, უბრალოდ გაგვეხსენებინა ის ადამიანები, რომლებმაც გარკვეული კვალი დატოვეს ჩვენი ქალაქის სპორტულ ცხოვრებაში და ზოგადად ქართულ სპორტში, იყვნენ წარმატებულნი საერთაშორისო სარბიელზე აღზარდეს სპორტსმენთა თაობები ჩვენს ქვეყანას და უბრალოდ იყვნენ სამაგალითო სპორტსმენები. თვითონ თემა ძალიან სათუთია და გარკვეულწილად შეიძლება მძიმეც იყოს, თუმცა ვფიქრობ არაფერი დაშავდება იმით, რომ კიდევ ერთხელ მივაგოთ პატევი ამ ადამიანების ხსოვნას და უფრო მეტად გავაცნოთ მათი ღვაწლი ჩვენს მაყურებელს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეცადეთ წარმოგვეჩინოთ თითოეული სპორტსმენი, მასალა ძალიან დიდია და ერთი გადაცემა ნამდვილად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველა გავიხსენოთ, სწორედ ამიტომ თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 27 და გამოთქვათ საკუთარი დამოკიდებულება ამა თუ იმ სპორტის მოღვაწის მიმართ. გაიხსენოთ ისტორიები მათ შესახებ, ასე რომ ამ მხრივ შეზღუდულები არ ვართ, მას ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის სტუმრები, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ბათუმის დინამოს ვეტერანი ფეხბურთელი გია ჯორბენაძე და საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი ვეტერანი მოჭიდავე ჯემალ არობელიძე. ეს ადამიანები არიან ჩვენთან ერთად, მოგესალმებით. ქრისტე აღდგა, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ. ბატონო, მინდა ფეხბურთი მაინც უპირველესი სპორტია და პირველი ნომერი სპორტია, ესე ითვლება და მაინც ფეხბურთით რო დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ბატონ გია, საფეხბურთო ოჯახს ზოგადად საქართველოში ძალიან ბევრი გამონაკლისი ყავს. თქვენზე პირადად ვინ დატოვა თქვენს მეხსიერებაში ყველაზე ესეთი ნათელი კვალი? მე რესტორანებს ლოცავ დღევანდელ დღესასწაულს ნამდვილად საქართველოს ჩვენ მაყურებლებს. ნახლა ამით მე შემიძლია ესე სამი თაობა ჩამოთვალო, ის რომლებიც იყვნენ უფროსი თაობა, ჩემი თაობა და ახალგაზრდები. რა თქმა უნდა, ეპოქა დაიწყო, რაც მე მახსოვს, აყიდადაც ვისთან შეხების წერტილი მქონდა და წარუშელი კვალი დატოვა იმ ხალხმა. ეს არის ამილად ის ხალხი, რომელსაც მთელი ბათუმი ისნობს, მთელი საქართველო ისნობს, გენომენავდე წერნოლე ფეხბურთელი ნამდვილად მე ნამდვილად არ მახსოვს მის თამაში, როგორცაც სიმართლე, გური ჩავლეიშვილი, საშა ელიავა, რომლებიც მარტო ბათუმის დინამოში არა, თბილისის დინამოშიც თამაშობდნენ და იყვნენ ძალიან წერნოლე ფეხბურთელები, ანზორ ყვაჭაძე, ანზორ შაპატავა, ეს ის თაობას ვარაგობ, რომლებიც წინ იყვნენ. შემდეგ იყო ის თაობა პონტო გიორგაძე, რომელიც მე მახსოვს და ვიცი, მისი თამაში ვიცი, ვინ იყო წერნოლე ფეხბურთელი ნამდვილად, წერნოლე ადამიანი. ჯონი გაგალაძე, იქ იყო ზური დანელია, რეზო ძნელაძე. ახლა ის თაობა, რომელიც ჩემ გვერდში თამაშობდა, ავტო გორგილაძე, წერნოლე ფეხბურთელი, გიაზე დანია. ალბათ რომლებიც გარეშე ავტო გორგილაძე და გიაზე დანია იყვნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც უდიდესი კვალი დატოვეს ბათუმის დინამოს ისტორიაში. ბებელიგაში გადაიყვანეს, გვინდა ხერხემალი იყვნენ ეს ბიჭები ნამდვილად. მე იყო ვოლკოვი, იყო კესტაინოვი, იყო ნესტორ გაჭარავა, ესეთი თაობას ლაპარაკობ, ვალერი დოლიძე, აი ბიჭებს ლაპარაკობ, ის დინამოში იყვნენ, ჩემი თაობის ბიჭებს ლაპარაკობ. ნუ მართლა რა ვიცი, მე რაც უყურებდი მაშინ მაგათ თამაშებს, მე უკვე აღარ თამაშობდი. გიაზე დანიამ რაც გააკეთა და ავტო გორგილაძე ბათუმის დინამოსთვის ეს იყო ხერხემალი ბათუმის დინამოს. ალბათ ვისაც ახსოვს ის მაგათ თამაში, წერნოლე ფეხბურთელები იყვნენ, რა თქმა უნდა იქ იყვნენ ჩელებაძე, იყვნენ სხვები, მაგრამ ამ ორ ბიჭმა გააკეთა ის რაც ბათუმის დინამო დღეს აი რო არის ბათუმის დინამო საუბედროდ. დღევანდელ ბათუმის დინამოს არა აქვს ის ჯილდა, რაც იმ ბიჭებს ჰქონდათ და რაც მინდა მაგათ უსურვო რომ ჰქონდეს. ბათუმლები იყვნენ და ეს მთელ ჯიგარს აქცევდნენ იმ გია განსაკუთრებული იყო. ავტო გორგილაძე ხომ საერთოდ წარმოუდგენელი ფეხბურთელი იყო და აი ვიცი ესეთი ბიჭები რა გვყავს დღეს ძალიან გული წლებას უყოლას საქართველოს და მithumedes ჩვენ ვიხსენებთ და დღეს ისეთი დღეა კიდე მაგათი გახსენების დღეა და mithumedes ავტო გორგილაძე აი ახალ გარდაცვლილია. არა დიდი ხანი და ვიდრე გავაგრძელებთ კიდევ უფრო მომავალ თაობასაც ყავს რამდენიმე დანაკლისი ძალიან გულდასაწყვეტი ბატონ ჯემალსაც მინდა, იმიტომ რომ ბატონ ჯემალი ქობულეთის წარმომადგენელია, ესე რომ თქვა და ქობულეთს
ეხლა თქვენ ვინც ჩამოთვალეთ იგივე ჩელებაძე, გორგილაძე კიდევ ძალიან არაერთი ადამიანი. ბათუმის დინამოს ძირითად ბირთვს ხშირ შემთხვევაში ქობულეთლები წარმოადგენენ. თქვენს გაქვთ მიუხედავად იმისა, რომ ჭიდაობას შეალიეთ ესე ვთქვათ თქვენი სპორტული კარიერა ფეხბურთთან დაკავშირებით თქვენი გულდასაწყვეტი მომენტები და გასახსენებელი ბატონ ჯამალ. ბადარობეს პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის. შემდგომ მთელ საქართველოს მინდა მოვლოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და გამოთქვა იმედი და სურვილი იმის თაობაზე, რომ ქრისტეს აღდგომა გაამთლიანებს საქართველოს. გახარებული იქნებით ყველა და სპორტსაც თავისი ლაზათი და იერი ექნება. ეხლა კონკრეტულად ქობულეთი ფეხბურთის სამყაროს კუთხეა და როგორც ვზადეთ ბათუმის დინამოში, თბილისის დინამოში და ყოფილ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა გუნდებში ჩვენი გუნდიდან ბევრი წარმოდგენილი ღებულობდა მონაწილეობას. რაც შეეხება კონკრეტულად მინდა ჩამოთვალო ის ხალხი, რომლის სონა დიდებაშია გადასული ქობულეთში და ყველა მიცის ვინ იყოდა ფეხბურთის ფრონტზე ქობულეთში. ამისათვის მე ცოტა სიამ აქვს, რომელშიც ბევრი მეგობარი მყავს დასახელებული და ჩავიკითხავ. კი ბატონო, როგორ არის? ტარიელ ლებედაშვილი, დავით ჭავჭანიძე, როსტომ თხილაშვილი, მირზა თხილაშვილი, ანზორ შაბათავა, ილო ვერულიძე, ზურა ბურუშაძე, ბოგუნა ურუშაძე, ჯონი ანდღულაძე, თამას ხოფერია, ეს ჩემი ძმა და მეგობარი წლების მანძილზე ხელმძღვანელობთ ქობულეთის სპორტს, რომელიც გულში მიძის და ძალიან გვატკინა ყველამ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მე თამაზის ამ ცხოვრებიდან უდრეოდ წასვლა. რამაზ მორჩილაძე, ალექსანდრე კვირკველია, მანჯა, ასე ვძახოთ ჩვენ, ალექსანდრე დიკი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა საქართველოს ნოსტალგიის ბრძნობით. ოსმან დუმბაძე, ეს ძველი თაობის წარმომადგენელია, ავთანდილ წილოსანი, ამირან ანანიძე, პავლე პალტაჩიდი, ავთანდილ გორგილაძე, ეხლა ბრძანეთ, ბიჭი ტუსკია, ჩემი ბავშვობის მეგობარი, სულ ახალგაზრდა ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან, შალვა აფხაზავა, ტიტულოვანი ფეხბურთელი, რომელიც ტრაგიკულად დაგვიღუპა და მთელ ოჯახს და მთელ სამყაროს გული დაწყვეტა. ვიქტორ ბერეჟნოი, ძნელი, ეს იყო ქობულეთში ერთ-ერთი პირველთაგანი ძნელი, რომლის დროსაც ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია ქობულეთმა და მინდა ასეთი პატარა მონაკვეთი იმ გახარებული გულშემატკივრის შეძახილებისგან მოგახსენოთ აქა, რომ ჩამოსულიყო სასწავლო საწნო შეკრებაზე ქობულეთში ვვს-ისა და ლენინგრადის ზენიტის გუნდები. და ჩვენმა მოუგენმათ ეს სამხანაგური შეხვედრა იყო, საწნო შეხვედრა და გახარებული მაყურებელი მას შესწეს ასეთი სიმღერა, მაგრამ მე მთლიანად არ მახსოვს ერთი პატარა დეტალი. დღეს დუბლები გითამაშა ასნავნოი ჩაიშია, მაშინ ქობულეთის კორნეურნეს ჩაისაკრეფად და ესე იგი თქვენო, ესე იგი თუ კიდე ჩვენთან გაბედავს შერკედებას ასნავნოი ჩაიდან მოვა. და აი ასეთი სიხარული და სიყვარული იყო, მაგრამ ეს ხალხი დაგვეკარგა და ასე გავიხსენოთ. გასაგებია, ჩვენ რეპორტაჟი მოვამზადეთ იმ ადამიანების შესახებ, კონკრეტულად ფეხბურთელების შესახებ, აი ვინც თქვენ ჩამოთვალეთ და მინდა რომ თხოვოთ რეჟისორს გაუშვეს ახლა ეს რეპორტაჟი და შემდეგ უკვე გამარჯვებთ საუბარს. ქალაქ ქობულეთში მდებარე ამ უსახელო ქუჩას მალე ბათუმის დინამოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ავთანდილ გორგილაძის სახელი მიენიჭება. საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები მან სწორედ ბათუმის დინამოში გაატარა. იყო გუნდის კაპიტანი და უცვლელი გოლეადორი. უფრო მოგვიანებით კი გუნდის მწვრთნელიც გახდა. ასევე იყო ქობულეთის შუქურას მთავარი მწვრთნელიც. ამ სახლში ახლა მისი ოჯახი ცხოვრობს. აჭარის რეგიონალური ფუტზალის ასოციაციის ხელმძღვანელობა ოჯახის წევრებთან ავთოგორგილაძის მემორიალური ტურნირის დეტალებს ათანხმებს, რომელიც სულ მალე ბათუმში აიღებს სტარტს.
ავთო თავის თავზე არასდროს არ ლაპარაკობდა საერთოდ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენაც ჩართული ვიყავით ფეხბურთში. ის თავის თავზე რო არ ლაპარაკობდა, ჩვენ ყველაფერი მის შესახებ მისი მეგობრებიდან ვიცით, რომ ის იყო აჭარის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი, გოლიადორი, ასე უწოდეს მას. ახლა მე ამის შესახებ ძალიან მეუხერხულება მეუღლეზე რო ვისაუბრო. სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა. სპორტული ცხოვრებით. მიუხედავად იმისა, რომ მან 40 დაახლოებით 42 წლის ასაკში გულით დაავადდა, ძალიან განიცდიდა ძალიან. რამაც სამსახურში შეუშალა მას ხელი. ბათუმის დინამოს უფროსი თავების კომაქს კარგად ახსოვს კლუბის კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გია ზედანია. ის დინამოს ღირსებას 11 წელი იცავდა. 253 მატჩი საბჭოთა კავშირის პირველ და მეორე ლიგაში. 11 გოლი ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებულ 62 შეხვედრაში. კარიერა ხშირი ტრავმების გამო ნაადრევად 1992 წელს დაასრულა. სიცოცხლე 2005 წელს, ასევე ნაადრევად. ქალაქი გიას კარგად, ძალიან დადებითად იცნობდა. უცნობი ადამიანები, როცა შეხვდებოდნენ, იშვიათად გვიწევდა ერთად სიარული, იმიტომ რომ უმეტესწილად შეკრებაზე იყვნენ და მზადებოდნენ ჩემპიონატებისთვის, ხო და მინდა გითხრათ, რომ ისრულად უცნობი ადამიანები შეხვდებოდნენ. გია შენს მუხლებს ვენაცვალე, გადაეხვევდნენ, მახსოვს ერთი მაინც ახალგაზრდა იყო გია ძალიან და იფიქრა რაღაც ცოტა თავს მიცა შვება და სიგარეტით მოდიოდა ქუჩაში და გადაუდგა საკოვანი კაცი და არ ქნა ბიძია ეგო უთხრა ჩვენ შენი ისეთი გულშემატკივრებიო რომ დიდი მედებს ვამყარებთ თქვენზე გენაცვალეო და იცით შერცხვენის მომენტი იყო რაღაცა იყო დათმო რა თქმა უნდა აღარ მოუწევია და სულ სხვა რაღაცა იყო გიამ დატოვა კვალი ნათელი ქალაქში და მიხარია ძალიან მიხარია რომ ასე იყო თუმცა ადრე წავიდა და ძალიან გვაკლია დღეს დღესდღეობით უკვე მერვე წელია ვატარებთ მამის ხსოვნის ტურნირს. ძალიან მოხარული ვარ, მადლობას ვუხდი ყველას ორგანიზატორებს, სპორტის და ახალგაზრდობის დეპარტამენტს გვერდში გვიდგანან. რაც ძალიან მინდა ეს ვაჟკაცი მომავალი წინდა რომ მე ვიყვანო ფეხბურთზე და თუ გამოგვივადა ბაბუას დაემსგავსება, ძალიან მოხარული ვიქნებით ყველა. 2004 წლის 7 იანვარს ქართული საფეხბურთო სამყარო ტრაგედიამ შეძრა. საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი 23 წლის შალვა აფხაზავა გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მან ბათუმის დინამოსთან ერთად ქვეყნის თასისა და სუპერთასის მოგება მოასწრო. 2002 წელს კი კიევის არსენალში გადავიდა და უკვე მესამე ტურში ჰეტრიკის შესრულება შეძლო. პირველივე სეზონში 25 მატჩში 14 ბურთი გაიტანა და ადგილობრივ გულშემატკივარს თავის საოცრად შეაყვარა. მეტის გაკეთება შეეძლო, მაგრამ არ დასცალდა. ახლა მის სახლში მეუღლეს, მშობლებს და 11 წლის გია აფხაზავას ნახავთ. ძველ გაზეთებს, სიგელებს და მამის ჯილდოებს ხშირად ათვალიერებს. უნდა რომ უფრო მეც მიაღწიოს. ვიყვებიან რომ ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, თამაშობდა კიევის არსენალში და მე ამაყება რომ ვარო შალვა აფხაზავაშვილი. აქ ეხლა დავდივარ ქობულეთის შუქურაში, ვარ ცენტრალური თავდამსხმელი და სურვილი მაქვს რომ ვაჯავო მამაშვილს. ბაბუა რომ მიყურებს თამაშებზე, მე მეუბნება რომ ზუსტად მამაშვილი როგორ შვებოდა, ისე შვები შეიცოდა, კარგია რომ ესე შვებიო და ძალიან გავხარო მეუბნება სულ. რომ ყოფილიყო, მე მგონია რომ აქ არ ვიქნებოდი სადღაც შორს, სადღაც უცხო ქვეყანაში, ალბათ და იქ ვაგრძელებდი ფეხბურთის კარიერას. აი ესეთი რეპორტაჟი ნახეთ, მოვამზადეთ. ბატონ გია გავაგრძელოთ თუ შეიძლება თემას თქვი რა თქმა უნდა ბატონ აფთოზე და ბატონ გიაზე ლაპარაკის ზედმეტია ის ჩამოყალიბებული ფეხბურთელები იყვნენ ერთის და მეორეს და კიდევ ვამბობ უდიდესი შეიტანეს ბათუმში ბათუმის ფეხბურთის განვითარებაში და ქართული ფეხბურთის განვითარებაში თემდე გადავდიოდით უკვე მესამე დაუნდაზე თქვენს გაზრდილებას ახლა არის აი რაც ეხება შალვა აფხაზავას ჩემი მოსწავლე იყო კობლეტელი ძალიან წარმატებული ფეხბურთელი იყო ესე დაიგულად დაიღუპა საუბედუროდ აი როგორც ალემიზი შვილი ლაპარაკობს არ ვიცი არა იმ წელიწადს ჩვენ ჟარლეჩ ფინალი ვითამაშეთ მაშინ და 7 გოლიდან შალვას გადაინლე ქონდა 75 მგონი რა გოლიადორი იყო ეს ბიჭი რა იყო რაღაც სასაული პეტრებადი ბიჭი ორთავებას მოყოლდა ძალიან მიუხედავად თავის სიმაღლისა ძალიან დაბალი იყო მაგრამ ჩაფსუნი ისეთი რომელსაც უდიდესი ფეხბურთი უნდა ითამაშა და კიდეც ითამაშა მაგრამ ამოხდა იქა და რა არის და დღემდე გაურკვეველია რა მოვიდა წინ
ბრწყინვალები რომ უნდა იყო ნამდვილად და ძალიან საცოდავია რომ ესეთი ახალგაზრდა ბიჭი იღუპება. მის გარდა იყვნენ კიდე ის პატარა ბიჭები, ირაკლი ცინარიძე იყო ესეთი კაი ბავშვი, ფეხბურთელი ბათუმის დინამოს. იყო ნიგუშა ბურცვანიძე, ვინც ბათუმის დინამოში თამაშობდა. ახალგაზრდა ბიჭები რომ წაიგულა დაიღუპნენ ესე რა, მართლა თავისი კვალიტატობის ბათუმის დინამოში და დღეს ავიც ალბათ ვიყურებს მაყურებელი და არ მინდა ვინმე გამომჩეს, მაგრამ ესეთი ბავშვები როცა იქ იყო გოჩა მეგრელიძე, სტაზან ნიკოლაიშვილი, პატარა ბიჭები რომლებიც ვარჯიშობდნენ, პონდო გერსამია, რომლებიც ვერ მიაღწიენ იმ პიკს და რაღაც ტრაიგულა დაიღუპა ყველა. და მინდა ყველას მილათ ის. დიდი მადლობა, ვიდრე გავარძელებ ტელემაყურებელი ვიკავშირდება დღეისათვის პირველი და მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობა, მოგესალმებით მეც. კია, დიდი ბოდიში შეგენასვალე. მაგრამ ხელას პრეზიდენტი გაწუხებ. ის რატო ათქვით? კრესიანინოვი კომუნიკაცია. ლაბალაბო, ჯერ არ მივსულვა. ჯერ მაგამდე არ მივსულვა. ბაზონემდე არ მივსულვა, შენკერმე. მაგრამ გვიჭირდა, ბათუმის სილამოს, მაგრამ გვიჭირდა. ვალერი კრესიანინოვი, კი ბატონო, შენკერმე. ანატოლი ვოლკოვი, კი ბატონო, რაზეა ლაბალაკი? პაპატიეთ. კი, არ მივსულვა. დიდი მადლობა. უცებ ბაზი. მე კეთაღმები თქვენ ინჟინერ ბოდიში რომ არ ვახსენე, მაგრამ ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ ვეთქვი რომ მასალა არის ძალიან დიდი და ჩვენ ჩამოვშლით გადაცემის ბოლომდე ბატონი გია და ბატონი ჯემალი შეეცდებიან ყველას გაიხსენონ ის მეხსიერებაში ხალხს. მაყურებელს ნამდვილად მინდა შევეხმიანო რომ ნამდვილად სწორი ბრძანა. ვალერი კრესტაიანოვი ნამდვილად წელვალე ფეხბურთელი იყო. ანატოლი ვოლკოვი, ვალერი კრესტაიანოვი, ეს ბიჭები კიდევ ამო ნესტორი კაჭარავა, ვალერი დოლიძე, იმასაკის ბიჭები, აი ჩემი ტოლებია, მაგენ იმას ბიჭები და როგორ არ მინდა, როგორ შეიძლება არ თქვა და არ ვიტყვი, ნამდვილად ვიტყვი, მაგრამ უბრალოდ ის გადაცემის რეგლამენტია, თუ ნამდვილად ვახსენებდი. კიდევ ამბობ, არ გამომჩეს მეთქი, ვიღაცა მეთქი იმას ვფიქრობ. ნესტორ კაჭარავა კიდევ ვახსენებ. არ მინდა ვინმე გამომჩეს, აი ვფიქრობ რა ვინ მეთქი. ძალიან რთულია ესეთ მომენტში, რომ ყველა გაიხსენოს. მაყურებელი სწორია, ვალერი კრესტაიანოვი მართლა წინვალე ფეხბურთელი იყო და მთელ ბათუმს ახსოვს მისი კარგი თამაში და ლამაზი თამაში. ბატონ ჯემალ შალვა აფხაზავაზე საუბრობთ და რეპორტაჟის ვნახეთ. აი საქართველოში და ზოგადად საქართველოს აი ამ თაობას რაღაც დაემართა ფეხბურთში, იგივე უფროს თაობასაც მარტო ჩვენ აჭარაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ვიტალი დარასელია ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა, კიდევ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელები. ამდენად უფრო მეტის მიღწევა შეეძლო აი თაობას, ტოგინა შალვას თაობას და ბევრი ესე წავიდა. შალვა აფხაზავას ოჯახი ჩემი ნათესავი ოჯახია, ძალიან ახლობელი არიან ეს ხალხი ჩემი ოჯახის წევრები არიან, ასე რომ ვთქვათ. და ძალიან გულისტკივილი და სიმწარედ განვიცდი ამ სიუჟეტს, როდესაც ამ ახალგაზრდა ბიჭს პერსპექტიულს მომავლის ქონეს უყურებ რომ დღეს ქვეყანაზე არ არის ტრაგიკულად დაიღუპა. ეხლა თქვენ ბრძანეთ ფეხბურთი. ფეხბურთი ძალიან რთული სპორტია და გამომდინარე აქედან დატვირთვა არის რაღაც ზებუნებრივი. და აი შეიძლება ხანდახან როგორც თქვენ ფეხბურთელები ჩამოთვალეთ ვერ გაუძლოს იმ ჟილმა, იმ წადილმა, იმ სპორტულმა შემართებამ მიიყვანოს იმ დონეზე, რომ ტრაგიკული მომენტი შეიძლება დატრიალდეს ცხოვრებაში, რასაც რა თქმა უნდა ჩვენ ტრაგიკულად განვიცდით და შალვა ძალიან დიდი პიროვნება იყო და კარგი მშობლების და კარგი ოჯახის პატრონი და დაგვეღუპა ტრაგიკულად ეს საშინელება. გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონო გია, მე გამომჩა ისეთი ფეხბურთელები, პონდო გიორგაძე. ეს იყო, რა ვიცი, ალბათ აზარ გვაჯაძე. ეს ხალხი იყო ბათუმის დინამოს აი შემოქმედი ფეხბურთელი იგივე. ჩვენ მე აქ მაქვს ჩამონათვალი ბატონ ლევანჯიშვილის წიგნი არის, მეგონი მაგის ყველაზე კარგი მემატიანე და ჩამონათვალი მაქვს თუნებას მომწეს, ჩავიკითხავ რომ ვინც ამ წიგშია შეტანილი. მიხეილ მინაევი, ნესტორ ჩხატარაშვილი, ვახტანგ რამიშვილი, ალკიავით ფეხლევანიდი, ბორის ფროლოვი, იბრაჰიმ სარჯოლაძე, ედუარდ ტანტიბა, ნიკოლოზ კეშელავა, ნოდარ კინკლაძე, ანზორ კვაჭაძე, ბონდო გიორგაძე და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია. თუ ვერ ჩვენ უბრალოდ ნელ-ნელა მივიდეთ ჩამოთვალა. მე წეგან ვახსენე ისთავობა, მე ისთავობა და
ზე პაუზები გვაქვს ჩვენ, იმიტომ ამბობ როგორ შეიძლება გუგური რამიშვილი არ ვახსენო და არ ვახსენო ბონდო გიორგაძე, რომელსაც ბათუმის დინამო მართლა კისერზე ყავდა. ბონდო გიორგაძის გარშემო ბათუმის დინამო წარმომადგენელი იყო, იგივე გუგური რამიშვილი. წინვალე ფეხბურთელები ყავენ ორთავე. გუგური რამიშვილი ახლა გარდაიცვალა, არ არის დიდი ხანი. როგორ არ შეიძლება კიდე არ ვახსენო კიდე ის მასწავლებლები, ვინც ამათ ძიდა ჩვენ ძიდა. იქ არის ლასიგობიძე, რეზუმეტრეველი, ჯოლოკიანი, რა ვიცი, αλλά ისე ჭრინვალე ხალხია, გურიჩავლეშვილი ლაპარაკი არა მაქვს. ფეხბურთელიც იყო, ჩვენიც იყო. მინდა კითხოთ, ძველი თაობის გულშემატკივარი გაგვინაწყნდება ალბათ, განსაკუთრებით ალბათ გენო მენაბდე, გურიჩავლეშვილი, ალექსანდრე ელევა. თქვენ მათთან უშუალო შეხება გქონთ, როგორ დაახასიათებთ თუ გაიხსენებთ რაიმე თქვა სპეციფიურ მომენტებს მათთან ურთიერთობისა, იმიტომ რომ ეს ლეგენდარული პიროვნებები იყვნენ. ამბოლოდ ლეგენდარული იყო. ამ ხალხის კისერზეა კიდევ ამბობ, აჭარის ფეხბურთი, ეპოქა რაც შეიქმნა ქართული ფეხბურთის ბათუმში, ეს არის სამი კაცი. ეს არის გენო მენაბდე, გურიჩავლეიშვილი და შეელევა. ახლა რატო ამბობ, ახლა ერთი იყო ჩვენი გუნდის უფროსი და ძალიან გვეშინოდა ბატონი გენო მენაბდის, თან ჩვენი კათედრის გამგე იყო ინსტიტუტში, ფეხბურთელები თითქმის ყველა ვსწავლობთ ინსტიტუტში და ვიყავით, იქ უფროსი იყო, აქ კიდევ უფროსი იყო. საშეელევა გუნდის უფროსი იყო მაშინ. და ახლა გურიჩავლეიშვილი პირადად ჩემი პედაგოგი იყო. პირადად მე იმ კაციდან ძალიან ბევრი ვისწავლე და მადლობელი ვარ იმ კაცის, რომ მასწავლა როგორ უნდა მოუწეულიყავი, როგორ მისწავლები და რა პედაგოგი რასაც ქვია ის თემა, რაც მე ვასწავლეთ ახალგაზრდებს, გურიჩავლეიშვილიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და მადლობელი ვარ მის. ისევე ბატონი გენო და საშეელევა ახლა უფრო სხვანაირი ფიგურა იყო ჩვენთვის, ახლა ის მე პირადად უფრო მახსოვს, როგორც გუნდის უფროსი და უფრო ისეთ ახლა მანდამენტი ის არ ქონდა გენო მენაბდეს და ბატონ გურის უფრო ახლოს ვიცნობდი მას საშეელევა, უფრო ცოტა დისტანციაზე იყო ჩვენთან. აი ვიცი, ცხენვალე პიროვნებები იყვნენ ნამდვილად. გასაგებია, კიდევ ერთი მაყურებელი გვყავს, საღამშვიდობისა, მოგესალმებით და გისმენთ. ალო. გისმენთ. გამარჯობათ. შაუსმენთ თქვენ გადაცემას და გაიხსენეთ წასული ფეხბურთელები და მე მინდა გთხოვოთ თუ არის საშუალება, რომ ცოცხალი ფეხბურთელი ქობულეთის შუქურას ედნარ მანელიშვილი ალბათ უფროსი თაობას ემახსოვრება 75 წელი უსრულდება წელს ოქტომბერში და თუ არის რამე საშუალება ან მილოცვის ან ისეთი, რა ვიცი, ახლა მე უფრო თქვენ მოგეხსენებათ როგორ არის. მადლობა რომ გადაუხადოთ და დაძილდობა ეჭერადი. ხო გახსოვთ რომელ ფეხბურთელზე ლაპარაკობთ. კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა ზარისთვის. ალბათ ქობულეთის მანელიშვილი პირადად ვიცნობ და მე აქ შემდგომ მინდა აღნიშნო ვეტერანების დამსახურება და მათი ღვაწლის დაფასების რაღაც ამოქმედების ფაქტორი. ამას აუცილებლად დეპარტამენტი გაითვალისწინებს ჩემს აზრით და ვეტერან სპორტსმენებს მიაგებს იმ პატივს, იმ დიდებას, რაც არის სავალდებულო და საჭირო. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ. ფეხბურთელი მანელიშვილი ახლა ჩვენ უფრო ხწოვნის დღეა და გარდაცვლილებს ვიხსენებ, თორემ არავის არ დავიწყებია. პირადად მე არ დავიწყებია. გასაგებია, კიდევ ერთი მაყურებელი გვყავს, ჩავრთოთ მისცეს საშუალება. საღამშვიდობისა. ალო, გამარჯობათ. გამარჯობა. ეს ვიცით რომ ხსოვნის თქვა ყველაფერი, მაგრამ გულშემატკივარი ვარ მე და თორსა აგერ თქვენ სტუდენტსაც გაიგებათ რომ დინამო სტადიონის ამბავი ალბათ ეთოდინებიან როდის იქნება ჯერ ვაინტერესებს. გასაგებია, დიდი მადლობა სარისთვის. ეგ ალბათ ყველაზე მძიმე თემაა, მე მგონი რაც შეიძლება ჩვენ აქ თქვა. ჩვენ ქობულეთში მოახერხეთ ეს რევაშელებაძე დამსახურება. ჩვენ ბათუმში ეგ ვერ მოვახერხეთ. მე მინდა მაყურებელს უთხრა რომ ჯერჯერობით ეხლა ბათუმის დინამოს თამაშები გაიმართება ანგისის მოედანზე, იქ გაკეთება მოედანი 5000 მაყურებლის ტრიბუნა იქნება, იქნება საი მოედანი. ასე რომ ჯერჯერობით იქნება თამაშები 1-2 წელიწადი მაინც იქა და დინამოს სტადიონის მშენებლობა დაიგმილია, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიგეთქათ სიმართლე რომ როდის დაიწყება, ნამდვილად ვერ გეტყვით. მაგრამ აი მომავალ წლიდან უკვე ბათუმის დინამო ითამაშებს ანგლის სტადიონზე, იგივე მოედანი იქნება, რაც ქობულეთშია დღეს. ისეთივე სტადიონი იქნება ანგლის მოედანზე. დიდი მადლობა ბატონ გია. ფეხბურთის
გარდა ძალიან ბევრი სპორტის სახეობა, გადაცემის კეთების დროს ჩვენ ვიხელმძღვანელთ ბატონ ლევან ჯიოშვილის წიგნით სპორტი აჭარაში, რომელიც მე მგონი ერთადერთი მემატიანია და ასეთი ინფორმაცია მრავლადაა თავმოყრილი ამ წიგნში. ბატონმა ლევანმა დღეს გადაცემაში მოსვლა ვერ მოახერხა, თუმცა ჩვენ გვაქვს მისი ინტერვიუ და უსულელად გთავაზობთ მას. აჭარის სპორტული საზოგადოებრივის სახელით საქართველოს მოსახლეობას მიულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქრისტიანს და ბატონებო ჭეშმარიტად გისურვებთ სპორტულ ჯანმრთელობას, სპორტულ სილამაზეს და სპორტულ ბედნიერებას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს არის ხსოვნის დღე, ამიტომ ჩვენ დღევანდელ დღეს პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აჭარაში სპორტის განვითარებაში, რომლის სახელები ოქროს ასოებითაა ჩაწერილი აჭარის სპორტის ისტორიაში და რომლებმაც მთელი ამ წლების განმავლობაში სპორტის მართვის სისტემას ჩამოაყალიბეს. რა თქმა უნდა, გასახსენებელი ძალიან ბევრია, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები, რომ მაქსიმალურად წარმოვაჩინო იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც წვლილი შეიტანა აჭარის სპორტის განვითარებაში. მე მინდა გავისწინო ლევან უკლება, ზია მამუჭაძე, ეს ორი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში აჭარის სპორტ კომიტეტს ხელმძღვანელობდნენ, ვაჟა კვაჭაძე, სპორტ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მინდა გავისწინო ჩემი ამზრდელი რაფიელ ფრიცხალოვან, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის აგისის სპორტული კომპლექსური ბაზის მშენებლობაში და იქ დარგული ხევი დღესაც რაფიელ ფრიცხალოვას სახელს ატარებს. შოთა მამინაშვილი, რომელიც არის პირველი საკავშირო კატეგორიის მსაჯი ველოსპორტში და მინდა გავისწინო მისი მეუღლე მსოფლიო რეკორდსმენი, საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ვალენტინა იურკინა და სხვათა შორის ქალბატონი ვალენტინა არის საქართველოს რეკორდსმენი თხილამურებით რბოლაშიც. ვალენტინა სერედა, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონი აჭარიდან ქალი ხალხურ ნიშნოსნობაში და მინდა გავისწინო აუცილებლად რუსუდან ჩახვაძე, ერთადერთი ქალი აჭარაში, რომელიც ხელვაშაურის სპორტ კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მე მინდა შევახსენო ჩვენს ტელემაყურებელს გიორგი თარგამაძე, პირველი საერთაშორისო კლასის არბიტრი ჭიდაობაში და აკაკი მიმინოშვილი, რომელმაც არაერთ ფალავანს გაუყარა გზად სპორტულ სარბილისკენ, მათ შორისაა მსოფლიოს თავის ჩემპიონი როსტომ აბაშიძე და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორი დავით გვანცელაძე. გავიხსენებ ანგელინა გაბრიაძეს, ერთადერთ მსოფლიო ჩემპიონის რუსულიდან სიხარულის ამზდერს, მის მეუღლეს გიორგი ურუშაძეს, რომელიც წლების განმავლობაში დინამოს რესპუბლიკურ საბჭოს ხელმძღვანელობდა, ივანე კუსიდი, რომელიც 50 წელია რაც ბათუმის აჭარის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი იყო და ჩემი აზრით იგი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო იყო აჭარაში საუკეთესო სპორტის განყოფილების უფროსი იყო. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანის ჩამოთვლა შეიძლება არ მინდა რომ არ გავიცენო მაგალითად პირველი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ცურვაში პეტრე ბრეუსი, რომელიც ოლიმპიური პრიზიორი გახდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში წყალბურთში, ალბერტ ანტონიანი, რომელსაც მეტსახელად ჰერკულეს ეძახდნენ, იყო საბჭოთა კავშირის მრავალგზის რეკორდსმენი, გიორგი კალანდაძე, რომელმაც მთელი ცურვის პლიადა შექმნა და აღზარდა არაერთი სახელოვანი მოცურავე, მიხეილ ლომთათიძე, რომელმაც საწყისო სპორტის სახეობები ჩამოაყალიბა აჭარაში და მინდა თქვენი კოლეგა წარმოვაჩინო საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ჟიურიკ ფალავანდიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში თეატრის მაღაროებში თამაშობდა, იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ტყვიის როლაში და სხვათა შორის ის იყო ყველაზე საყვარელი ფოტოგრაფი ბათუმის დინამოს, რომლის არქივმა ძალიან დიდი როლი ითამაშა წიგნის სპორტი აჭარაში გამოსების საქმეში. რა თქმა უნდა, ყველას ვერ ჩამოვთვლით ჩვენ, ამ ხაზს დაფასება ჭირდება, რომ რაც შეიძლება მეტი მემორიალური ტურნირები ჩავატაროთ, შევახსენოთ მომავალ თაობას, ვის ფესვებზე არიან აღზრდილები და ამით კიდევ უფრო ხელი შეეწყობა სხვადასხვა ქვეყნების სპორტსმენების მოზიდვას და არა მარტო სპორტის განვითარებას, არამედ ტურიზმის განვითარებასაც. რაც შეეხება ახლა ჭიდაობის სფეროში წასულ ადამიანებს ამ დღესთან დაკავშირებით, რასაც ქრისტიანობის დღესასწაული ქვია, შეგვიძლია გავიხსენოთ დავით გვანცელაძე, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, დიდი ღვაწლი მიუძღვის, აჭარიდან იყო წარმოშობით და კარგი შედეგები ჰქონდა. გიორგი გოგიჩაიშვილი, საერთაშორისო ტურნირების არაერთი გზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის პრიზიორი იყო. ოთარ აკურიძე, ასევე საბჭოთა კავშირის პრიზიორი, საქართველოს ჩემპიონი. გოდერძი ბოლქვაძე, ერთ-ერთი დამსახურებული მწვრთნელი, ილია ტოგუში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები, ორთავენი პირადად გაზრდილი ყავს
მუხრან ვახტანგაძე აზგარდასრულს ბოდერძი ბოლქვაძე სოფლიო ჩემპიონი მუხრან ვახტანგაძე და ასევე ილიატოვის სოფლიო ჩემპიონები და პრიზერები ყავს გაზდელი ხოლმე. თემური წოლუგიძე იყო ასეთი მოჭიდავე, კარგი. თორე უკეთილშობილესი ხალხი იყო. და ყველას აი იმ დღეს სულოცავ, რასაც აღდგომის ქრისტიანობის დღესასწაული ქვია. ღმერთთან ათელში ამღო. დავრუნდეს პირდაპირ ეთერში. მე მინდა დაგემაყოლოს უთხრა რომ ფეხბურთის თემა ნენა ამომწურეთ და თუ ვინმე გამოგჩა გვაპატიეთ და შეგიძლია დაგვირეკოთ მითებულ ტელეფონის ნომერზე და შეგვახსენოთ, გაგვახსენოთ ამაში დასაძრახი ალბათ არაფერი არ იქნება. ბატონო ჯემა, ჭიდაობაზე მინდა გადავიდეთ. ჭიდაობის განვითარებაში ზოგადად აჭარაში არაერთ პიროვნებას აქვს სრული შეტანილი, იქნება ეს პერსონალური თავისუფალი არ აქვს. თქვენ უფრო დეტალურად გაგვაცნობთ მათ შესახებ და ინფორმაცია უფრო მეტი გექნებათ. კი ბატონო. ჭიდაობა საქართველოში პოპულარულია და ჭიდაობის გარეშე საქართველო წარმოუდგენელია. წარიმედგინეთ ერთი წუთითაც რომ არ იყოს ჭიდაობა, მე საქართველოს წარმოუდგენლად მიმაჩნია. გამომდინარე აქედან ეს ტალღა, ეს გენი ყველა ქართველშია და განსაკუთრებით ჭარბობს იმ ახალგაზრდებში, რომლებიც გაერთიანებული არიან სექციურ საქმიანობაში და შეერთულ წარმოაჩენენ მის თავს. მე კონკრეტულად მინდა მოიხსენიო ქობულეთელი მოჭიდავეები და აღნიშნო მათ კეთილსაქმიანობაზე. ვასილ გაროზაშვილი, ეს პიროვნება არის ჩემი ცნელი და მასალებელი მეგობარი, ძმა, ადამიანი, რომელიც სახელთანაც არის დაკავშირებული აჭარაში ქართული ჭიდაობის და ძიუდოს შემოტანა. ეხლა ბერმა იცის ამის შესახებ, ბერმა ახალგაზრდამ არ იცის. ვასილ გაროზაშვილი იყო ძალიან დიდი ქართველი და დიდი პიროვნება. ადამიანმა თავისი ცხოვრება ასკეტურად გაატარა და ყველა მისი შემოსავალი მცირედი იყო, რაც გააჩნდა მას ხელფასის სახით, ახმარდა მის მოსავლეებს. შემდგომ მინდა ნუგზარ ბეჟანიძე მოგავსენო. ნუგზარი ჩემი სკოლის მეგობარი იყო. ერთად ჭიდაობდით, შემდგომ უდროდ წავიდა ამ ცხოვრებიდან. ტრისტან გაგუა, ეს ჩვენზე ცოტა უცროსი იყო, მაგრამ თავის კვალი დატოვა, ვასო სახელი გაანაღდა, ასე რომ ვთქვა. როსტომ ელაშვილი, ტატო ჩელებაძე, ჯემალ მერკვილაძე, ჯემალ მანელიშვილი ქობულეთში პირველი სპორტის ოსტატია ჭიდაობაში. ძალიან დიდი პიროვნება, უსაყვარლესი კაცი და ამგზელი. მან სპორტში განლო მისი შეგნებული ცხოვრება და ესე დაგშორდა, რომ ყველას დაგწყვეტა გული. რაც შეეხება დღეს ახალგაზრდები უკვე მის ტურნირებს ატარებენ ქობულეთში და იხსენებენ მათ როგორც დამსახურებული ხალხი. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელი გვიკავშირდება კიდევ ერთი საღამოშვიდობისა, მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობათ. საღამოშვიდობისა. მე მაყურებელი ვარ, დიდი ფეხბურთის მოყვარული და გვიან ჩაგერთეთ თქვენ საუბარში. გვიან ჩაგერთეთ უფრო გადავწყვეტ უბრალოდ. ბატონ გიას კარგად ვინოჯორბენაძეს. მე აიყო ასეთი ვეტერანი ფეხბურთელი, ასულია ამბობდნენ მე ასე ვიცი. ბონდო გიორგაძე. აუ ვახსენა ბატონმა გიამ რამდენჯერმე. კი ბატონო და გვიან შემოვერთე და ბოდიშ. ენვალე პიროვნება. ენვალე ფეხბურთელი. კი ბატონო. დიდი მადლობა. მადლობა. ეს გადაშორის აბა სანამ ჩემი სკოლა იყო, არდეგანის სკოლა. იცი თქვენ მე აი ვატარებდი. მონდოგიორის ტურნირის კონდა იქა. აზურ კვანტის ტურნირის კონდა. ჩვენი გაგალაის ტურნირის კონდა, მაგრამ ის სკოლა რომ დაიშალა და მე აღარ ვიყავ იქა უკვე და აღარა ვარ რამდენი ხანია უკვე არ არის ფაქტიურად იმ საშუალება რომ ჩავატაროს ტურნირები, თორე აზურ კვანტის ტურნირი ტარდება, აჭარის ფედერაციას ატარებს, მაგრამ ფენომენალური ტურნირი ტარდება ვეტერანებს შორის, მაგრამ აი ის ორი ტურნირი მონდოგიორგაძე და ჩვენი გაგალაის უკვე ვეღარ ვატარებ ფიზიკურად, იმიტომ რომ არ მაქვს საშუალება და დაინტერესდა მაგრამ ფინანსებზე არ არის ლაპარაკი. იმათ ჩვენ ვატარებთ ბიჭები ჩვენით. ჩვენი გაგალაძე წევალები რომ ბონდო იყო წინვალე რა. არ შეიძლება ბონდოს გარეშე, რაიცა ბონდოსნაირი ფეხბურთელი ბატონის დინამოს ალბათ კარგი ხანი არ ეყოლება რა, ის რაც იყო. ხოდა
უბრალოდ როგორ არის ახლა იცი ფინანსებზე არ არის კიდევ ამას უბრალოდ არ აქვს ის სტრუქტურა რომელიც წესრიგებული ადგილი ჩავატარო ტურნირი როგორ შეიძლება ახლა დარბაზის ტურნირი შეიძლება არ ჩაატარო აზერბაიჯანზე არ ჩაატარო ბონდო გიორგაძე ასეთი ბიჭები რა დააშება ახლა ავტოგოლგილაძე სტარტდება ახლა კობლეთში ვიცი ახლა იწყება 6 მაისს ბათუმში ტარდება არა კობლეთში ტარდება ავტოს ტურნირი დიდ ტურნირზე თქვენ ბათუმში ტარდება ასევე ფუტზალის ტურნირი ავტოგოლგილაძეს მაგი ფუტზალის კიდე ტარდება ცალკე კიდე შაბათაუას ტურნირი ტარდება ესეთი არის რაც შეგვიძლია ჩვენ კობლეთში ტარდება იმიტომ რომ სტადიონი არის და ჩვენთან არ არის და ვერ ტარდება კიდევ ერთი მაყურებელი ყავს თემა რაღაც საინტერესო წავიდა ალბათ და ინტერესი გამოიწვია მაყურებელს ის აღმოჩნდობისა მოგესალმებით და გისმენთ მოგესალმებით მოგილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და მინდა შეგახსენოთ ჩემი ბიძა ნოდარ თავბერიძე ალბათ თქვენ რას მეტყოდით მოჭიდავ კი ბატონო დიახ მოჭიდავ მინვალები ნონება ნოდარ თავბერიძე კი ბატონო გასაგებ ბატონო ჩემი მასწავლებელი იყო ინსტიტუტში ფოტოშოპის გულდასაწყვეტი იყო რომ გამოგჩათ მაგრამ მაინც არ გამოგჩა ბატონო არ მისულობ არ გამოგჩერ ფეხბურთელებზე გავაკეთეთ ხო აქცენტი და შეგნებული ცხოვრება მახსოვს მან მიუთმნა თქვენი ჯერა დიდაობას და ბოლომდე ემსახურა ამ საქმეს ბოლობა კლიჩკა დიახ ბოლობა კი ბატონო გასაგებია ძალიან დიდი მადლობა მადლობთ რომ შეგვახსენეთ ბატონჯო მოდით ამოვწოყოთ ჩვენ გონი რომ ვინმე კიდე არ გაგვინაწყენდეს ვინც კი ბატონო ყავს ჩამოსათვლელი რომ თქვათ ნოდარ თავბერიძე ჩემი მეგობარი იყო და ბათუმელ კოლეგებში მყავს შეყვანილი ესე იგი ბათუმელ კოლეგებს აკეთებთ განსაზღვრულ ბათუმელ კოლეგებში კოლეგ ხო აჭარას არ მიეკუთვნება გიორგი თარგამაძე კაკო მემინოშვილი ძველი თაობის ხალხი ილია ტუღუში ნოდარ თავბერიძე ნოდარ ჭანუყვაძე გიორგი გოგიჩაიშვილი შვაკაურა დურსუნ ბოლქვაძე ეს ხულოსნელი ცნობილი კარლო გუგუშვილი ეს კოლეგა ჩემი ლერი ვერულიძე ფეხბურთი გენო მენაბდე ჩემი მასალებელი და მეგობარი და გური ჩავლიშვილი აქ მაგრამ ჩავიკითხავ კი ბატონო მაქვს კოლეგებში ვალოდია წონია მოხსენებული და მინდა რომ ამ პიროვნების ღვაწლი წინა პლანზე იქნას წამოწეული და ჩვენ აქ საუბრობდით ანგისის სტადიონზე. ანგისის სტადიონი თითეული ძირი ხე, თითეული ბუჩქი, შენობის რაც არსებობს ის შენობა, ნაგებობა და თვითონ ტერიტორია შემოიმტკიცა ვალოდია ჭყონიამ ჯემ უკანონდა მე დააკანონდა. და მაქვს ასეთი თხოვნა ხელმძღვანელი მუშაკების მიმართ, რომ მოდით გავახაროთ ვეტერანები, სპორტსმენები და ანგისის სტადიონს დავათქვათ ვალოდიას ჭყონიას სახელობის სტადიონი. ეს წინადადება. თუ მიიღებენ მაგას წინადადება. იმიტომ რომ ამ კაცის აშენებული. ახლა მე ვატყობ რომ აყურებლებს ძალიან რეაქცია აქვს და მინდა კიდე ახლა თქვა რომ ვახსენეს პედაგოგები, ვალი გომჟავია, ლასი გობიძე, ზომეტრეველი, ვინც აღზარდა ჩვენ, ჯოლოგიანი იქ იყვნენ, მაგრამ ახლა აგერ შაბათს დავასაბლევეთ ბატონვალერი შაინდის მამა უსამძე, რომელიც ალბათ თელი ბათუმი ბაბაიტი ცნობდა და წერმალე პიროვნება ნუ არ არსებობს ალბათ ბათუმში აჭარაში პიროვნება, ვინც მას არ იცნობდა, უდიდესი ყვაწლი აქვს იმგას დატოვებული. კიდე ფეხბურთში და ჰოკეიში ხო აქვს და აქვს, მაგრამ ფეხბურთში საჯი იყო და რა ვიცი, ძალიან დიდი პიროვნება იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ არავინ არ გამოგჩეს მეთქი რა, მეც ისე მინდა. იანგული კუსიდი იყო ასეთი პიროვნება. საჯოთვის ადმინისტრატორები იყო იქ, ბონდუჩი გოგიძე იყო და იქ ბარსკი იყო ასეთი, რომლებიც მართლა იმად გარეშე, ბარამიცი. რა ვიცი და აი უყოდა დაფერი ზარები შემოდის რომ მაყურებელს გული კიდევ ერთი მაყურებელი ყავს აბა ვნახოთ კიდე თუ გულდაწყვეტილია გამარჯობა გილოცავ დღევანდელ დღეს დიდი მადლობა თქვენს ასე მომწონს თქვენი გადაცემა და მე მინდა ბატონ ჯემალს გამარჯობა უთხრა და ის ძველი ტრუსიკის მეგობარი არ რომ თქვენ შენგენას ვარ ბატონ ჯემალ ასე შეგეთქვა ქობულეთის კოლმონზე ლაპარაკობდით და შეიძლება ვერ მოусვინე იქა გუგუშვილი იყო
კი, გუგუშვილი. დათო მეკარე. დათო გუგუშვილი, მაგრამ დათო ხო არ გადაცვლა რაღაც. არ გადასვლიდა ცოცხალია. არა, მე ეს სოვნის მე არა გადაცვლილი ხოლმე გვიან ჩაგვერდეთ. დათო ჩემი მეგობარია, მეზობელია, როგორ გამომჭებოდა. თქვენ დღეს გვიან ჩაგვერდეთ ეთქობა. დღეს არის ხსოვნის დღე და ამიტომ მხოლოდ გარდაცვლილ სპორტსმენებზე ვაკეთებთ აქცენტს და ვიხსენებთ. გაგიმარჯოს. მინდა ახსენა ნუგზარბეჯანიძე. მე და ნუგზარი კლასელები ვიყავით. ერთ დაამთავრეთ საშუალო სკოლა. პირველი საშუალო. მაგათი სპორტული დარბაზის მახსოვს კოლმეონის საბჭოს ქვეშ იყო პადუალში. ხო. ძალიან ბევრი ხალხი. ღმერთმა გაანათლოს იმათი სული და მადლობთ რომ საშუალო ჩართული იყავით თქვენს გადაცემაში. დიდი მადლობა გაგვირეკეთ და გვიყურებთ. ესე გვაქვს შეგვიძლია რომ გავაგრძელოთ ბატონჯემო რომ მაშინ დარჩენილ სპორტის სახეებს რომ კიდე არ გამოგჩეს და დარჩენილ სპორტის სახეებზე ეხლა ნელ-ნელა წავიყვანოთ ბატონგიას ჩავერთოთ რომ კი ბატონო იქ ვიცით რომ ძალიან ბევრი სპორტის სახეობა მაგრამ ვიდრე უცხოელ სპორტის სახეობებზე გადავიდეთ ბატონგია მინდა გითხოთ ბათუმი და აჭარა ზოგადად ძალიან ინტერნაციონალური რეგიონია და აქ არ იყო საუბარი მარტო ქართველებზე, იგივე ფეხბურთში ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ბერძენი, სომეხი, რუსი, ფეხლევანი და ასე შემდეგ. ნამდვილად ალა იმ ფეხბურთის გარდა რაც ბათუმის დინამო იყო, მე იყო ასეთი მინი ფეხბურთის გუნდი ჩამოვაყალიბეთ ჩვენ ბათუმში და არც ისე წარუმატებელი. იცით თქვენ საქართველოს ჩემპიონატის მოვიგეთ, საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონები გავხდით. და ზუსტად მაგ თემას მინდა შევეხო და რატომღაც მაშინ თქვი მაგი რომ ისეთი გუნდი ყავს მეთქი მეთვალე მაშინ მასენეს სომეხია მეთქი გუნდი აზერბაიჯანის ყავს მეთქი და რატომღაც ვერ გამიგეს მაშინ რა რომ რატო ეხები ამ თემას მაშინ სვანერი კომუნისტური წყობა იყო და ეს იყო 87 წელი და საბჭოთა კავშირის პირველი მოვიგეთ თურმე ინტერნაციონალური გუნდი იყო მართლა ესე იყო რა ვიყავით ისეთი ბიჭები რა იქ უსტიანი იყო რა ქვია სტიობა გუკასოვი იყო, აი გიაცანავა თამაშობდა ცხინვალე, ავიცი ალბათ გოლიადორი სასაული, რომელსაც შეეძლო რაღაც კუჭულია კარებში, გიჟი მეგარე, ნამდვილად ავიცი მან აგვაღები ალბათ ყველაფერს მოვიგეთ, ვახოგაცარავე იყო და იქ იყო ისიდორი გოგიშვილი, მოჭადრაკე იყო სხვადასხვა კაცი. სამეზე საერთო ჩემპიონი იყო და ჩვენთან ერთად თამაშობდა მინიფებურთს. დელფინების მომსმენელები გელა გეჯაძე ისიც იყო წონებულია ისიც იმიტომ მინდა თუ აიზერული ბიჭები და ასე რომ ყველა ვიყავით იქ არ არსებობდა იქ ეროვნება და ვინ ვიყავით და რა ვიყავით სომეხიც აზერბაიჯანიც აფხაზიც გული იმაზე არ მნიშვნელობა დღეს დაიყო საუბედრო ეს ესე კუთხურობა თორე მაშინ არ იყო მაგი ყველა ერთად ცხოვრობდი და ყველა ერთად ვიყავით გასაგებია კიდევ ყავს მაყურებელი ხაზზე საღამშვიდობისა გამარჯობათ ბატონებო ძალიან სასიამოვნოა თქვენი გადაცემა უდავო საკითხია მე ანდრი ქავთარაძე ვარ მოგესალმებით გამარჯობათ ბატონო ანდრო ქრისტე აღდგა თქვენგანაცვალე ჭეშმარიტად თქვენგანაცვალე რა არის ისეთ ძალიან სასიამოვნოა ის რომ ფეხბურთი ქუჩის ფეხბურთს თამაშობდა ბათუმში და იყო ძალიან დიდი დაინტერესება და ვინ არ გინდოდა ფროლოვი ეს ყველა იქიდან არიან წამოსულები ქუჩის ფეხბურთიდან ბურევესნიგი იყო და დინამო და ნემსი არ ჩავარდებოდა იმდენი მაყურებელი იყო და ისეთი საინტერესო სულ ასეთ და სხვადასხვის მაყურებელიც ძალიან წესერები იყვნენ ძალიან წესერები აქტორი დაიკავებდნენ ყოველთვის იმ მხარეს რომელიც ესე იგი ნამდვილ ტექნიკას და ტაქტიკასაც და ყველაფერს აჩვენებდა სტადიონებში ეხლა მინდა პატარა ბოჭებს მოეფერო ჩემს საყვარელ ხალხს რომელიც სასწავლე არიან და ნამდვილად მეკვლეები იყვნენ ისინი მეკვლე აი მაგალითად პეტრე სიმულიძე გახსოვთ პატრიცებულო ჩემი მეგობრის მამა პეტრე სიმულიძე გივი ხალვაში და ვახტანგ კუბადაშვილი. ვახტანგ კუბადაშვილი. საერთი ეს საყვარელი ხალხი იყო, კაცო ისინი მეკვლეები იყვნენ. ჯემალ მანელიშვილი, საყვარელი ახსენეს და გამეხარდა რომ ჯემალი არაა დავიწყებული და არც ვახტანგი და არავინ. ჩვენ ამას სპეციალურ გადაცემას მივიძღვრით. შორს. აუცილებლად. და რა არის ისი? ჭიდაობა მაინც გადაარჩინა ის აჭარის სპორტი. ხო და
მუჭიდებს ცოტა დიდი ყურადღება უნდა და თქმა უნდა ფეხბურთსაც და თელ სპორტს. დიდი მადლობა ბატონო ანდრო ბატონო. არ გატარდებოდეთ თქვენგან ასწავლე კარგად. გაიხარეთ ბატონო ანდრო ქავთარაძე გვერდებოდა. ვეტერანი მოჭიდავე ასევე. ძალიან კარგი ადამიანი. შეგვიძლია უკვე ალბათ სხვა ვიღაცისთვის არაპოპულარულ სპორტის სახეობებს რო გადავიდეთ ბატონო ჯემალ თქვენთან მინდა გადავიდეთ. ქობულეთის სინამდვილეში წარმოდგენილი ველოსპორტი ალბათ მე მინდა ცალკე კითხოთ ველოსპორტზე, იმიტომ რომ ამას წინათ ჰქონდა გადაღება ველოსპორტზე და იქ ნახე სტელა პრეახინა ხალხია, მინდა აქედან მოვიკითხო, მაგრამ მისი დანატოვარი ველოსიპედი ვნახე დღესაც იქ არის და ქობულეთში კიდე აჭარას ყავდა ვალენტინა იურკინა, ბატონი შოთა მამინაშვილის მეუღლეს და არის ალბათ ველოსპორტში ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული და მინდა რომ თქვენ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ მათ შესახებ და ველოსპორტზე ქობულეთში რატომ იყო ესე განვითარებული ამ ადამიანების დამსახურება იყო თუ უბრალოდ ესე მოხდა ველოსპორტი ქობულეთში სექციაში იქნა 1958 წელს პირველი ცნელი იყო მამია კალანდაძე ბათუმელი კაცი იყო ჩამოვიდა ქობულეთში და შექმნა ველოსპორტის ძალიან ძლიერი სამყარო, რომლის შედეგი ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯონი ცივაძე არის. იტალიის ალპების გმირი. ეხლა მე მინდა ხსოვნა მევაგო იმ ხალხს, ვინც ველოსპორტსმენები იყვნენ და დღეს არ არიან. ეს თვით მამია კალანდაძე, ნიკოლოზ ზალატიარევი, აბას მაგუსევი, ალექსანდრე ვლასენკო, ომარ ვერულაშვილი. ესაა ველოსპორტის დანაკარგი რო თქვა უდროოდ და ძალიან სამწუხაროდ. სხვა სპორტის სახეებზე თუ მეტყვით გადავალ. არა, სხვა სპორტის სახეებზე ჩვენ გადავიდეთ ალბათ ისე რომ ბატონო გია ფეხბურთთან მიმართებაში და ასევე ალბათ ყველა სპორტთან მასანამ გავაგრძელებდე მაყურებელი გველოდება დიდი ხანი და შემდეგ დავსვამ ამ კითხვას. საღამოშვიდობისა მოგესალმებით და გისმენთ. საღამოშვიდობის. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. მოგესალმებით კილოცავთ აღდგომის ყინვალ დღესასწაულს. ბატონ ჯემალ, თქვენ მინდა მოგმართოთ სამწუხაროდ ობიექტური მიზეზების გამო მოგვიანებით ჩავერთე თქვენ ვასილ გაროზაშვილი ახსენეთ. დიახ. მინდა გითხრათ, რომ ვასილ გაროზაშვილთან მიმართებაში აჯარის ქართული ჯიდოების ფედერაციამ 4 წლის წინ საკმაოდ ძალიან კეთილშობილურ ტურნირს ჩაუყარა საფუძველი. მისი ხსოვნის რესპუბლიკური ტურნირი ტარდება ქართული ჯიდოების ეროვნული ფედერაციის კალენდარული გეგმის შესაბამისად და ბევრ რაღაცა ამ ღონისძიებასთან მიმართებაში იხვეწება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბევრ რაღაცა გვაკლია და გვაკლია ის, რომ თქვენისთან აღმოცმოსილი გამოცდილი ადამიანების ჩართულობა სამწუხაროდ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ნაკლებია ამ ღონისძიებაში. მე ვისურვებდი ამ წელსაც ტარდება რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჯიდოობაში, ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩვენ ბევრი შეხება გქონდა მისი ოჯახის წევრებთან, იმ ღვიძლ რაიონთან, საიდანაც ბატონი ვასილ წამოვიდა, იმ სპორტსმენებთან, იმ ადამიანებთან, რომლებმაც მასთან ერთად იღვაწეს და მათ შორის აღმოჩნდა, რომ თქვენც ყოფილხართ, იმ მოწაფეებთან, რომლებმაც თავის დროზე ინიციატივით გამოვიდნენ, რომ ეს ღონისძიება ჩატარებულიყო და ესტაფეტა აღებულიყო და ზეგან ლევანი იყო ჯიროშვილი, ჩემი მეგობარი შემოსული თქვენთან სტუდიაში და მადლობა მინდა უთხრა მას, რომ ერთ-ერთი ინიციატორი ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიზღვნილი ტურნირი ქართულ ჯიდოობაში რო ჩატარებულიყო, აი ეს დღევანდელამდე ასე მოვიტანეთ და მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ წელს ალბათ თქვენც მოგიწევთ ამ ხსოვნისადმი მიზღვნილ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად და ეგებ თქვენც რაიმე ისეთი სასტიკეთო მოგვაწოდეთ, უფრო მრავალფეროვანი, უფრო სპორტული, უფრო ღირსეული, უფრო თაობებისათვის მისაღები რო გახდეს ეს ტურნირი და თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს, მაპატიეთ რომ შემოვედი და უფრო დიდი მადლობა რომ ჩაგვერთვით. ასე ვთქვათ, აზრი უნდა გამოვეთქვა ჯემალ წულუგიძე აჯარის ქართული ჯიდოების ფედერაციის. დიდი მადლობა ბატონ ჯემალ. ძვირფასი მადლობა ებისათვის რაც თქვენ წავუდგეთ. არა, ბატონო ჯემალ დიდი მადლობა.
ძალიან სული და გულით აღვიძრე ამ თქვენი სიტყვებით. მე ჩემი ბუნებით ისეთი ადამიანი ვარ, მე არ შემიძლია რომ შევაწუხო და რაღაც ჩემი მოვახვიო, მაგრამ თქვენ თუ მიმიწვევთ და ამპატიჟებთ, ჩათვალეთ რომ მე თქვენ გვერდში ვიქნები და ყველა შესაძლებელს თუ შეუძლებელს გავაკეთებ იმისათვის რომ ჩემ ვასოს მივაგო ის პატივი რაც მას ეკუთვნის და არ არის აღიარებული როგორც თქვენ ბრძანეთ. მადლობ თქვენ ზარის. მადლობთ ბატონო ჯემალ, თქვენი ციტო ვასვეროში ჩამეყო რა მამა ჩემო. ბატონო. ცივით. ჩვენთან ცხოვრობდით 2 წელიწადი ვასვეროში. მამა თქვენი და ვასოს მეგობრები და მე ვასვეროში იყო ჩემი ბიძა, ესე უძახოდი მაგაც მე და წონებული. გასაგებია. ბატონო გია. დღეს ქალაქში არ გვაქვს აუზი, მაშინ როცა ამ ქალაქში გაიზარდნენ ისეთი წყალბურთელები და მოცურავეები როგორც იყო პეტრე ბრეუსი, ვახტანგ გიორაშვილი, გიორგი კალანდაძე, ომელჩენკო და რა ვიცი. დღეს არ გვაქვს აუზი და რო არაფერი ვთქვათ, ასევე იყო აფროსნობა, ნიჩბოსნობა და ამ სპორტის სახეობაში ძალიან ბევრი ადამიანია რიგს. ალბათ თუ წაიკითხავს ვინმე ისეთი რაღაცეებია, რომ აუზთან დაკავშირებით და ამ მოცურავებთან დაკავშირებით თქვენი დამოკიდებულება და ბატონი სულის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია. მე არ წარმომიდგენია ბათუმში არ იყოს აუზი და არის უკვე დიდი ხანია. არა, რამდენი ხანია. აი ჩვენ მაშინ ინსტიტუტში რო ვაბარებდით, მაშინ იყო აუცილებელი სახეობა, უნდა ჩაგვებარებიათ ზურვა. და ისე კი არა, უნდა გაგვეცურა. დრო იყო, ნორმატივი იყო, რომ უნდა გაგვეცურა იმ დროში და ის ბიჭები, რომელიც ვაბარებდით ფიზკულტურულზე, თქვა და სპორტულ იმაზე, ვაბარებდით იმას. წარმოუდგენელი იყო. და დღესაც წარმოუდგენელია. საერთოდ სპორტის განვითარება, ბასეინის გარეშე და აუზის გარეშე მე წარმომედგენია და თავი გავონობდა პროსტომას და ეხლა პირველად ბარგესინ დავიბადე და იქ ცხოვრობდი და იქ გავიზარდე, ხო? რაც იხდებოდა. ნიჩბოსნობა იყო, აკადემიური ნიჩბოსნობა იყო და ის იყო მე არ ვიცი, გადატერილი იყო იქაურობა და ამდენი ხალხი დაგავებული იყო ჯერ და მეორე კიდე დიოდი და ჩვენ უყურდები. ეს არაფერი არ არის, მაგრამ გავსეს საერთოდ არ არის. ჩემი აზრი და კი ბატონო საერთოდ ჩამდგარია ყველაფერი ამაზე ყველაფერი. თქვენი ხო აბარა ბატონო. ერთია ეს რომ პატარა აი ფეხბურთზე ცოტა მიდის ყურადღება და ჭიდაობაზე იქ მუხრანა აკეთებს თავის საქმეს. მე კიდევ უფრო მინდა ცოტა გავავრცო ბევრ დროს არ წაგართმევთ. ძალიან მტკივნეული საკითხია. ზღვის ქვეყანა ვართ. და საზღვო არაფერი არ გაგვაჩნია. რეგიონი ვარ. რეგიონი ვარ, დიდი რეგიონი, ტურისტული რეგიონი. ნუ ტურისტის სხვა თემა მაქვს, საერთოდ საშლელია ყველაფერი, მაგრამ ამ სახეობებს, რასაც საწყლოსნო სახეობები ქვია, იგნორირება აქვს. მინდა შეგახსენოთ. ბათუმში არსებობდა პიონერთა პარკში ელინგი, სადაც ბაიდარკა, კანოი, სკუტერი მოქმედებდა, ჯგუფები მოქმედებდა, ასეთივე მონაცემებით პიშევიკებს ვეძახდით მაშინ ჩვენ. იქაც ელინგი იყო, ეს სკუტერი, ეს ბაიდარკა, ეს კანოი, იქაც იყო ძალიან ბევრი და სავსე. იყო სპორტული საზოგადოება ვოდნიკი და ამ მიმართებაში საკითხი გადაწყვეტილი იყო დადებითად. ეხლა ნუ ძველ დროს არ ვიტყვი რა თქმა უნდა, მაგრამ მე მგონი არ გაიგებს ჩვენი დღევანდელი დეპარტამენტი რაიმე აუგოს ხსენებად და უფროსებისგან რჩევათ მიიღებს. მე მგონი უნდა მოხდეს ასეთი რაღაცა საწყლოსნო სპორტთან დაკავშირებით. ბატონი მერაბი ნაგერვაძე კანონ პროექტით უნდა შევიდეს თავრობაში. რა თქმა უნდა დღეს ვერავის ვერ უბრძანებდა კანონია, ეს გასაგებია, მაგრამ შეიძლება ჩვენმა საზღვაო პორტმა, საზღვაო სადგურმა ვალდებულიცა მე მგონი რომ განავითაროს და კლუბი ჩამოყალიბდეს იქ, უნდა ჩამოყალიბდეს კლუბი. ეს უნდა გაკეთდეს და ეს სახეები კოშკურის გაკეთებას რა უნდა, არაფერი არ უნდა ხო რომ ბავშვი გადახდეს ხალხში. პრიმიტიულად და შემდგომ რა თქმა უნდა ცნელის მეშვეობით გაიზარდა. ამას ჭირდება ფინანსები და კეთილი ნება. ამას უნდა კეთილი ნება და მაგრამ ამაზე მიდის საუბარი. დარგებმა ახალგაზრდა, მაგრამ ამაზე მიდის საუბარი. დარგებმა უნდა ჩაერთოს სპორტში. დარგებმა უნდა ჩაერთოს სპორტში. ხო ბატონო ჯემალ, დასასრულისკენ წავალ მე მინდა გთხოვოთ თქვენ გქონთ რაღაც. დიდი მადლობა. მაშინ საშუალება და უკვე პატარა რეზუმეს გავაკეთე. კი. მე მინდა ველოსპორტი აღნიშნე. ძალოსნობა
რევაზ ვასილიან, ძლიოსნობა, რევაზ თხილავა, სევალი ჯაშიაშვილი, ლელობურთი დურმიშხანდინიძე, სპორტული ტურიზმი ჩვენ ქონდა მაშინ, მიუხედავად იმისა, ეს ახალხილად ითვლება, რეზო და ემზარ დარჩიები ძმები იყვნენ, ამ საქმის ფუძემდებლები, ცხენოსნობა, რიფათ მეგრელიძე, სპორტის ტექნიკური სახეები, ავტოსპორტი, მოტოსპორტი, ავიასამოდელო სპორტი, ტყვიისროლა, რადიოსპორტი, აქ იყვნენ გაერთიანებული და არაერთგზის საქართველოს და მაგალითად ავიასპორტში საბჭოთა კავშირის ჩემპიონებიც კი იყვნენ, ზაურ მგელაძე, თამას თურმანიძე, დურსუნ ბაჯელიძე, ბედია კომახიძე, ზურაბ გოგიტიძე, სოსო კათამაძე, ტატო მეგრელიძე, ზიამ ჟავანაძე. მინდა თანაკურსელებიც გავიხსენო, ტიტულოვანი ხალხი, ომარ ხაკაძე, მიხეილ ხერგიანი, ანდრეი ცხოვრებოვი. და აქვე მინდა შევახსენო ჩემ და ჩვენ გაზრდილს, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ბატონ ჯონი ცივაძეს, რომ არ ჩავარდეს ისე დღეში, როგორც ზარები იყო აქა. ომარის უსრულდება 70 წელი, ის ჩემ 44-იანი იყო ისიც. ჩემი გვარი და 70 წელი უსრულდება და აჭარაში მნიშვნელოვნად და მაღალი დონით აღნიშნოს ომარის სახელობის და შემდგომ ერთი ცოტა მომენტიც მადლობა აუცილებლად მინდა მოვახსენო ხალხს, რომლებიც ქობულეთში სპორტის დიდებისათვის იღწვიან. პირველ რიგში მუხრან ვახტანგაძეს, ლევან ჯიოშვილს, ციგნის ავტორს და ჩვენ პატრიარქს, ირმა გავინაშვილს, უაღრესად განათლებულს და ორგანიზატორ ქალბატონს, ჯანო ჯინჭარაძეს, ჩვენ ძველ ფეხბურთელს და ეხლა გამგეობაში ვიცემერს, ზურაბ კახიძეს, სპორტული სკოლის დირექტორს, ჯემალ ყულეჯიშვილს, ბადრი კაკალაძეს, ესენი მწვრთნელებია და ბოლოს ანზორ ლაზიშვილს, სოფლიო ჩემპიონს. მოვიკითხავთ ჩვენაც სოფლიო ჩემპიონს. გასაგებია. ბატონ ჯემო, ძალიან დიდი მადლობა. ესე რომ მინდა კითხოთ ბატონგე, რამდენად დაფასებულია თქვენი აზრით და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ დღეს გავიხსენეთ, შეიძლება ვიღაც გამოხჩა, არ გამოხჩა, მათი ღვაწლი რამდენად ტარდება აჭარაში თუ გით მემორიალური ტურნირები ხა. ვიცი რომ ტარდება ვალერი ალთაბაევის სახელობის კალათბურთში, იგივე მაგიდის ჩოგბურთში, სარგის სარხაიანის, ფეხბურთში ძალიან ბევრი ადამიანის მემორიალი ტარდება, ეხა კიდე იწყება. Რამდენად არის თქვენი აზრით და რამდენად მოიცავს ყველას მათგან? ხარდა რა თქვენ, რომ წერანაც ვახსენე ეს თემა. კი ბატონო. ვატარებდით და ვატარებთ. ის რაც აჭარის ფედერაციას უდევს, თქვენ ფეხბურთს გულისხმობთ, ზოგადად ვთქვათ და აუცილებლად დასაბაზებელია იმიტომ, რომ როგორ შეიძლება ახლა არ ჩაატარო ავტოგორგილაძის, კიაზე დანიას. Ondogor ასეთი პიროვნებების გურიჩავლეშვილის ამ ტურნირების ხარისხებზე მინდა კითხოთ რამდენი ორგანიზატორი. საკმაოდ წარმატებულია, ყველა მომძანას დანიას ტურნირი ახლა ივნისში ვიწყებთ. ეხლა ეფში შესაძლოა ჯალინცევადის ტურნირი იწყება. ჯანიგო იყო ასეთი. კაი კაცი. მართლა აი ის ტურნირი ტარდება ავტომატურად გვაქვს ესეთი კაი კაცია და მაგრამ აი ნახეთ ახლა თქვენ ყველა ტურნირი ტარდება მაღალ დონეზე. მაგას ლევანა ჩვენი გოლიძე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია მაგიდა ისე ატარებს ძალიან მწვერვალ დონეზე ყველაფერს. დაფინანსებით თავისი იმით, კაი დონეზე ატარებს ნამდვილად. გასაგებია. ერთია რომ ამ ხალხის ტურნირი, აი ვინც არის ელსეული, არ შეიძლება იმათი დავიწყებო, როგორ შეიძლება ახლა იმ ბავშვებმა უნდა ის შეიძლება ის დაგვარად ტარდება, ესე იგი მაგას თქვა და რაღაც უფრო უნდა იყოს, მაგრამ როგორ არის, იცი, თანათან ვაპატარებთ, უკვე ვიყო დიდ მოედანზე, მაგრამ მოედნების სიმცილის გამო და მოედანი რო არ გვაქვს გადავდივართ მინი ფეხბურთზე და ვეტევით იმ პატარა კალამბურთში, მაგრამ ჩატარებით ტარდება. გასაგებია. დონეც ჩამოდით თბილისის გუნდები, აზერბაიჯანის გუნდები, რა თქმა უნდა, ეს სისტემატიური ხასიათი აქვს ამას და ტარდება კაი დონეზე, მაგრამ პატარა დონეზე ტარდება პატარა ფეხბურთი. გასაგებია, ბატონ ჯემო, მინდა კითხოთ. გარდა სპორტსმენებისა, იყვნენ სპორტის მუშაკები, სპორტ საზოგადოებები, სპორტ კომიტეტები, გაერთიანებები, მათი ღვაწლი, თქვათ იგივე სპორტსმენების გაზრდაში მაგ მე ადამიანებს არ ვისმოდი, მაგრამ ვიცი რომ ამიკითხავს ფერჯილ ზია მამუჭაძის, გივი ურუშაძის და მათი დამსახურებების შესახებ და შოთა მამინაშვილი, ზია კომახიძე, წინვალე ხალხი იყო. ბატონ ჯემო, მე ჯერ უფლებას წინვალე ხალხი იყო, წინვალე. უბრალოდ რომ გაიხსენოთ მათი. არა, მე
ხელმძღვანელი მუშაკები ზია მამუჭაძე პიროვნება და მისი ძმა მუზაფერ მამუჭაძე ეს სპორტზე შეყვარებული და პროფესიონალი სპორტსმენი ზია მამუჭაძე წლების მანძილზე ერთად თანამშრომლობდით და კეთილი სურვილების და კეთილი მოგონებებს მეტი არაფერი არ მომძროებს ჩემ გაგებაში ჩემ ხსოვნაში ის მუდამ მასწავლობაში მუდამ დარჩება და მუდამ იქნება როგორც ადამიანი რომლის სახელთაც დიდი საგმირო საქმეები არის აჭარაში გაკეთებული კერძოდ სპორტის საქმეში. ვახტანგ ჟღენტი მინდა გავიხსენო ვახტანგ ჟღენტი იყო ცენტრალური საბჭოს კოლმეურნეობის ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე და თავს თვლიდა ქობულეთელად ხშირად გსტუმრობდა და ძალიან ესე სასაუბროთაც და შეხედულებითაც და კაცობით ძალიან უმაღლესი ხარისხის პიროვნება იყო შოთა მამენაშვილი ჩვენ ვახსენებთ აქ ზურაბ კვაჭაძეს ჩვენი სპორტკოთის თანამშრომლები აჭარის შაქრო პატარია განათლება გარსევან ჯორბენაძე განათლება იანგული კუსიდი ნერონ შავდია კოლმეურნეობის ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ბოლქვაძე დიმიტრი ნიკოლაიშვილი ეს მოადგილე და ქობულეთის ხელმძღვანელობა იაშამ ჟავანაძე ოთარ ლეჟავა რევაზ ქათამაძე დურსულ ბაჯელიძე შალვან ტოშკენი თამას ხოფერია გურამ ჩახუნაიშვილი ირაკლი ამანათაშვილი თემურ ჭანია ეს იყო ხალხი რომელთანაც მე გამდა ჩემი ცხოვრება სრული კვაჭაძე გამოგჩა სრული თქვი ახლა კვაჭაძე კი არ გამოგჩენი ბატონ ჯომას მე მგონი არავინ არ გამორჩენია დღეს თუ მე ყავდა ყველა ვიფიქრე რომ ესეთი დელეგატური თემაა რომ არ უნდა გამოგჩეს ბატონ მინდა გთხოვოთ შეფასება ორივეს მინდა გთხოვოთ აი იგივე ამ სპორტ კომიტეტების რამდენი წელი გავიდა შეიძლება ვთქვათ რომ არ მივუტილით იმ წლებს ცუდი იყო დაინგრა მაგრამ რამდენად ეფექტურად შეაფასებთ აი ამ გადასახედიდან აი კომიტეტების და ორგანიზაციების საზოგადოებების მუშაობას აი შეიძლება აგიტყვა ახლა 40 წელია თითქმისაც მუშაობ ბავშვებებში ხო ბავშვებთან უგითას იმართე რომ კარგად არის მეთქი ნამდვილად არ არის იმიტომ რომ ახლა შენ წარმოიდგინე იმ განათლების სფეროში და განათლების საფეხბურთო სკოლა აღარ არსებობს ხო დაინგრა და შეერთებული კომუნისტური სკოლას. როცა 150 წელი არის, ეს ხელფასი იქნება, იქ უკვე ლაპარაკი არაფერზე არ არის რა. ალა, კი ბატონო, არსებობს ზომა იმის გადაღება, ადელის კლუბი, აგერ ბათუმის დინამოს იგია, იქ გადასახადი არ არის არაფერი და იქნება არც არის კამარა. შოიმუშავო, იმის სტიმულიც უნდა გქონდეს ჩვენს. შეფასების ხო თუ მეუნებელ, იმიტომ გეუნება. კომუნისტების რო იყო, სპორტიც იყო. დასწრებასთან და ფინანსებაც იყო, ავტობუსი იყო, კვების ფული იყო. ეხლა ყველაფერი არის დამოკიდებული და ზეცი, გუნდი მიყავს, ფინანსები მშობელი გადაიხდის. აი ეხლა მე ამ თუჩი ოპერატორებში ვარ, ჩემთან გადასახადი დინამოში რო წარი მუშაობა ჩვენ, კედელ შეღილაზე ჩამოვიდა და აკეთებს აკადემიას. გვინდა ეს თუ გამოვიდა ეს პროექტი, ბრწყინვალე იქნება. და ბევრი წვლილები მუშაობს და ძალიან ბევრი ბავშვები. უფასოა ყველაფერი. ყველაფერს იხდის ბათუმის დინამო. აი ეს კი ბატონო, ბრწყინვალე, ესე თუ დარჩება და იქნება, მაგრამ შედეგი უნდა იყოს, უნდა გადავიდეს რომ alles დაგაჩერო და ფინანსება მიიღო და თუ ესე დავჭით, რაფერი არ გამოვა. ამიტომ გეუბნებით, უკეთესობა იყო ადრე, როგითაც სიმართლე, მაგრამ გააჩნია ბათუმის დინამოა და საფეხბურთო სკოლა, კომპლექსური სკოლა. იქ დაფინანსება არის 0-ზე მისული. ფეხბურთზე არის კაპიკი საერთოდ. საერთოდ დაფინანსება და არაფერი. ამით არაფერი არ გამოვა. ასე ბატონო, თქვენაც მინდა ეს რეზუმე. კი ბატონო. რეზუმე რო გავაკეთოთ და შედარება უფრო რეალური გამოდგეს, ამისათვის მე მინდა გავხსენო არსებული სისტემა. რა თქმა უნდა, ეს ტოტალური სახელმწიფოს იყო, დღევანდელობას არ ეხება, არ ეგოთოს ვიმბის რომ მე ნოსტალგიით ვარ ძველი შეპყრობილი არა. მე ძალიან მომწონს ახალი სისტემა, მაგრამ მართლობის დონე ეწყინება და ძალიან დაბალია. დაბალია იმ გაგებით, რომ აქ უნდა მოხდეს ნამდვილი რევოლუცია, გარდაქმნითი რევოლუცია, იმიტომ ჩვენ ცხოვრობთ
იმ სამყაროში და იმ ქვეყანაში, რომელიც გარდამავალ პერიოდს განიცდის და ეს გარდამავალი პერიოდი ძალიან გაგვიგრძელდა 20 წელზე მეტია და სხვათა შორის მარტო სპორტში არა, სოფლის მეურნეობაში, კულტურაში, ხელოვნებაში და ასე შემდგომ. ეხლა ავიღოთ უბრალოდ სკოლა, სადაც ტარდებოდა ფიზაოსის გაკვეთილი. სკოლაში, დარბაზში რომ შეხვიდოდით, დარბაზი გავსებული იყო მედიცინ ბოლით, შვედური კედელით, ტაიჩით, ორძელით, ხარიხად, ღერძით, ბაგირით და რა ვიცი ბატონო ჩემო და დილა იწყებოდა ჩვენ ქვეყანაში ტანვარჯიშით, დილის ვარჯიშით, შემდგომ ორგანიზაციებში, წარმოებაში, სპორტულ საზოგადოებაში. რამდენი ხანი შეცვალა სკოლაში? გაგვეცილი არ ტარდება, მაგას თავი გაანებია. ხო და ესე იგი ბავშვი მოდის აი ფეხბურთზე ხო არა ხო მასწავლებელი 60% სწორად ვერ დადის თავი გაანებია იმას აი კომპლექსურად ვერ დადიან ბავშვები ხო და ეხლა იმიტომ რომ რას საუბრობ რომ საკითხი იმისა რომ ეს ყველაფერი მოგვარდეს ეს ჩემი არ არის მე არ ეხება სპორტის დარგის ვერტიკალზე მდგომ პიროვნებას სპორტში ყველაფერი ეხება ეს ავტონომია რაიონია რეგიონია თუ ასე შემდგომ და ასე აგვარად ამიტომ დიდ რეფორმას იმ ფეხბურთშიც იმ ჭიდაობაშიც იმ სექციურ საკითხებშიც იმ სკოლაშიც ეხლა ბატონი გია თავმაშვილი უაღრესად დიდი პიროვნება და მე მას ძალიან ვაფასებ ეხლა შორი ახლოს ვიცნობ რომ იტყვიან და არავითარი ესეთი კავშირი არ მაქვს მაგრამ აჭარაში მინისტრთა შორის ერთ-ერთი უძლიერესი და დიდი მინისტრია, მაგრამ რამდენი საქმე აქვს ამ კაცო, სპორტი, კულტურა, ხელოვნება, განათლება. სპორტის სამინისტრო უნდა იყოს. აუცილებლად სპორტის სამინისტრო უნდა იყოს დანარჩენ საქართველოში. აუცილებლად უნდა იყოს სპორტის სამინისტრო და გარდა ამისა. არა, სხვადასხვა ფინანსური. სხვანაირი თემა, სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილი არ ტარდება. კაი ხანია უკვე რა. ფინანსური საკითხებიც რომ ჩვენ გადავწყვიტოთ ბატონი ედვარდ შევარდნაძის დროს იყო ასეთი ცდელობა და უბრალოდ განხორციელებული ცდელობა სპორტული და ტურისტული სამყარო გააერთიანენ ეს ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო ახლა განათლებას ბევრი საქმე აქვს იმან თავის სპორტს თავის სასკოლო სპორტს უნდა უხელმძღვანელოს და გამოიყოს სპორტი განათლებიდან და მოხდეს ასე ევროპის ქვეყნებში ძალიან ბევრი ცივილიზებული ევროპის ქვეყნებში სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის შეავსებს ასე არა ახლა როა შეავსებს გაბართული საქმიანობით ბიუჯეტს და სპორტი მუდამ განიცდის ბიუჯეტის დეფიციტს უნდა ერთი სფერო უნდა შეიქმნას და საკითხი წავა წინაპლანზე გაუჯობესდება ყველაფერი ამას უფრო მაღალი დონის ერთი გადაცემა სალკი ალბათ კიდე უნდა დაუთმოთ დღეს ცოტა სხვა თემა ქონდა და ეს ბოლოს მაინც მივედით აქამდე და ყოველთვის მე აუცილებლად ამაზე ჩვენ კონკრეტულად დავიჯდები და კიდე მრავალჯერ ვილაპარაკებთ იმის სანამ რაღაც შედეგამდე და ეს საკითხები სპორტის საკითხები ისე კოლმენო მიტოვებული სტადიონები აგეტირება პირდაპირ ჩემ დროს 5 გუნდი თამაშობდა საქართველოს პირველობაზე ეს ვერ იყო სოფლები უმაღლეს ლიგაში ჩვენ ვიყავით და ერთი გუნდი 24 გუნდი იყო 18 გუნდი იყო 20 გუნდი იყო არა ეხლა ბატონო ჯემალ 5 გუნდი პირველ ლიგაში გვყავს ახლა მაგაზე ნამდვილად არა ადონის ყავს ესა აი ჩაქვი ხიზანიშვილი გავზარდეთ ჩაქვში ბატონო ხო არის ასე კაცო ჩვენ ძალიან გადავაშორეთ ბატონო ჯემალ და ეს დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან და ჩვენ შევეცადეთ რომ გაგვეხსენებია ყველა ის ადამიანების რაღაც ყველა დატოვა აჭარაში ამიანად გამოგვივიდა ალბათ ამათ მაყურებელმა შეაფასოთ და ჩვენ ვეცადეთ ყოველ შემთხვევაში დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად დღეისათვის სულ ეს იყო შეგახსენებთ რომ ჩვენ გადაცემის სტუმრები იყვნენ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბათუმის დინამოს ვეტერანი ფეხბურთელი გია ჯორბენაძე და ბატონი ჯემალ არობელიძე საქართველოს ასევე დამსახურებული მოღვაწე და სპორტის მოღვაწე და ვეტერანი მოჭიდავე. კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გემშვიდობებით მომავალ ორ შაბათამდე.